სახელითა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათია. როგორი სახარება წავიკითხეთ. მთელი იმ პირველი საუკუნეების საღვთო განგებულებისა და ჩვენი მოდგმის ადამიანთა მოდგმის გამოხსნის მთელი ისტორია გაცოცხლდა. და ის ბოლო პერიოდი, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად სერს გასცევს, დაჯდებიან და ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემს. ხოლო ცოტა ადრე მახარებელი წერს თუ როგორ ნელსაცხებელი სურნელოვანი ზეთის სცხო ერთმა ალმა და ამაზე როგორი დრტვინა ჰქონდათ. და ერთი საერთოდ იძახდა, რომ ხო შეიძლებოდა გაგვეყიდა და ეს გაჭირებულთათვის დაგვერიგებინა. საოცარ სიტყვებს ეუბნებათ. იცოდეთო, სადაც და როდესაც იქადაგება სახარება, ამ ადამიანის, ამ ქალის საქმე ყოველთვის ითქმება. და ეს ნელსაცხებელის ცხება იყო მადლიერებით, თავდაბლობით, გულშეძრული იყო. ის ადამიანი ტიროდა და ცრემლით შეუმშრალებდა. თმით შეუმშრალებდა და ნელსაცხებელს ცხებდა და ალბათ გულში სავედრებელ ლოცვასაც ამბობდა. მადლიერება შეუძლია მხოლოდ სინანულის ცრემლი მოგვაროს ადამიანს. სხვანაირად შეუძლებელია. სადაც არის მადლიერება, მადლი ღვთისაა და ამიტომაც ცრემლი მართალი სინანულისაც იღვრება. ხოლო საიდუმლო სერობაზე კიდე იუდამ ერთ-ერთმა მოციქულმა მოწაფემ, რომელიც ყველაფერს უფალთან ერთად ხედავდა და განიცდიდა, სასწაულებსაც კი აღასრულებდა, მაგრამ მაინც გახდა გამსემელი, მოღალატე, გამყიდველი ფულის გულისთვის. და საოცარია, როდესაც მოციქულები ამბობენ, რომ აი ხო შეიძლებოდა გაგვეყიდა ეს, იუდაც ამბობს, იმიტომ რომ ქისა ებარა მას და ანგარებიანი იყო. და მაცხოვარი როცა ამბობს, რომ ერთი თქვენთაგანი გამცემს, ყველა შეძრწუნდა, ყველა გახევდა მოსმენელი ამბისაგან და სათითაოდ ეკითხება ყველას, ნუ თუ მე ვარ უფალო, იმიტომ რომ იციან, რომ უფალი გულთამხილავია და მისგან გაიგებენ მართალს, რომელმაცო ჩემ ჯამში ხელი ჩამოხოს პურით, ის არის მიმცემელი, მაგრამ ვერ ამჩნევენ მოციქულები. იმდენად შფოთი აქვთ მოსმენელისაგან. და იუდა აი ამ ასე თქვათ სუფრასთან, ტრაპეზთან ჯდომი მიდის და ესე კადნიერად ურცხვად ეუბნება, მე ხომ არა ვარ უფალო. და უფალი ეუბნება, რომ წადი და აღასრულე, რაც რო ჩაგიფიქრებია. მისცემს თავის პურს, მისცემს თავის ხორცს, მისცემს, გადის და მიდის მღვდელმთავრებთან გაცემისათვის მათთან მოსალაპარაკებლად. შემდეგ არის, როდესაც რო გეცემანეის ბაღში ლოცულობს. პეტრე მოციქული ეუბნება, რომ ვინც ჩვენთაგანმა არ უნდა მიგატოვოს, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ დაჯერებული იყო, თვით დაჯერებული იყო, რომ მას ესეთი რამ არ შეემთხვეოდა. და როდესაც მაცხოვარი გეცემანეის ბაღში ლოცულობს, მოდის და მოციქულებს ამხნევებს, რომ ჩემთან ერთად იყავით ფხიზლად, მაგრამ ხედავს ადამიანურ ძლიერებაზე ძინავთ. ჩაძინებულები არიან, რადგან დაიღალნენ. გამოდის და ეუბნება, დაიძინეთ, რამე თუ უკვე მოახლოვებული არის ის ჟამი, როცა რომ გამცემელი ჩემი აი უკვე მიახლოვდება. უფალს ევედრება, თუ კი არის შესაძლებელი, რომ ეს სასმისი მომარიდო,
მომარიდე, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ უფალო იყოს ნება შენი. საოცარი ამბავი არის მოთხრობილი სახარების აი ამ საკითხებში დღეს რომელიც მოვისმინეთ. გამოდიან და უკვე იუდა, რომელსაც მოღალატეობრივად უკვე მოყვანილი ყავს, მღვდელმთავრები ადამიანები შეიარაღებულები არიან ფიცლებით, ჯოხებით, ხელკეტებით და ეკითხება უფალი, რატომ მოხვედით ისე თითქოს ავაზაკის დასაჭერად მოხვედით. მე ყოველთვის, ყოველ დღე სინაგოგაში გადაგებდი, გასავლიდით და არაფერი რჯული საწინააღმდეგო არ მithქვია და მოხვედით როგორც ავაზაკის დასაჭერად. და იუდა კიდე ეუბნება მღვდელმთავრებს, იმიტომ რომ ვერ ცნობენ ქრისტეს. ვისაც მე ამბობს უყოფ, ის არის ქრისტე. და აი ამ გვარად გასცემს თავის მოძღვარს. და რამდენად 30 ვერცხლად. წმინდა მამები ამბობენ, რომ რა უნდა იყოს ამაზე უფრო შემზარავი და ამაზე უფრო დიდი დაცემა, ვიდრე იუდამ გააკეთა. ფულის სიყვარულის გამო გახიდა თავისი მოძღვარი ღმერთკაცი და ამ ანგარების კერპი, ანუ სიყვარული არის ყველაზე უფრო დაუძინებელი და მძვინვარე, დაუნდობელი. მან არ იცის არც მოძღვარი, არც ღმერთი, არც ახლობელი, არც შვილი, ნათესავი, ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ოღონდ კი აი ეს თავისი სურვილი აღისრულოს. და გამოხავთ და როდესაც რომ ხელს დაასხავენ, დაიჭერენ, იქ მიიყვანენ მღვდელმთავრის სახლში. პეტრეც მიხვება და ციოდა იმ დროს და პეტრე კოცონთან დაჯდება, რომ გათფეს. და ერთ-ერთი იქ მყოფი ეუბნება, რომ შენ სამართალგანი ხარო, იმიტომ რომ სამოსელის განხილავს და შენი სიტყვაც ლაპარაკებს. უარყოფს პეტრე. მერე კიდევ ორჯერ კითხავენ და სამჯერ უარყოფს. და როგორც კი სამჯერ უარყოფს პეტრე ქრისტეს, მამალიც იყივლებს და გაახსენდება უფლის ნათქვამი და ატირდება მწარედ. ბევრჯერ გვსმენია თითქოს ესე რაღაცა მოშურნეობით აღთქმას დადებს ადამიანი ღვთისმშობლში, ამას აღარ ვიზავ, იმას ვიღარ ვიზავ, მაგრამ ხშირად არღვევს. აი ვინც ესეთად იქცევა, გაახსენდეს პეტრე, რომელმაც ქათმის ყივილით ემხილა თავისი აი ესეთი თამოწონებით ნათქვამი სიტყვა, თითქოს მიცემული პირობა და გადმოცემა ამბობს, რომ პეტრე ყოველი მამლის ყივილზე ცხარეცრემლით ტიროდა. ანუ როგორი იყო სინანული და გატეხილი სიტყვის, თითქოს დაფიცებული ერთგულების და როგორი იყო აი ეს ცრემლით მონანიება მთელი ცხოვრების განმავლობაში. დღეს საიდუმლო სერების ხსენება არის და დღეს საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა ფეხები დაბანა თავის მოციქულებს და ამით აჩვენა თავდაბლობის უმაღლესი ნიმუში მაგალითი. და ამით მხოლოდ მოციქულებს არ აჩვენა, გვაჩვენა ჩვენ. მხოლოდ თავდაბლობით შეიძლება მადლი ღვთისა მიიღოს ადამიანმა, რადგანაც თავდაბალი ადამიანი მადლიერია ყოველთვის. და ღმერთს ვთხოვთ აი ამ მარხვის დასასრულს უკვე. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი შრომა სულიერი თუ ფიზიკური შეიწიროს და მოგმადლოს მადლი ღვთისა და თავდაბლობა ღვთით, იმიტომ რომ მოჩვენებითიც არის. და ღმერთს ვედრებით, რომ აი მოახლოებული დიდი დღესასწაული, ადამიანთა მოდმის გამოხსნის აღდგომის დღესასწაული და სიხარული ყოველთვის იყოს ცოცხლად ჩვენს გულებში და გონებაში.
და რომ მხოლოდ დღესასწაულიდან დღესასწაულამდე არ იყოს ამ დიდი დღესასწაულის აღნიშვნა და განცდა ამ სიხარულის. მე ვთხოვთ, რომ ეს დაუსრულებლად, დაულევნელად იყოს ჩვენს გულში და გონებაში. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ღმერთს ვთხოვთ, რომ მოგცეს მადლი, მოგცეს თავდაბლობა და მოგცეს შემართება, ძალა, რომ ყოველთვის ყველგან ვსახურობდეთ ღმერთს. დღეს მსახურებას დავიწყებთ საღამოს 4 საათზე, 5:04-დან 5:09-მდე. და ხვალ დილას იქნება სამეუფო ჟამნები და ხვალ დილასაც გვექნება ამ ტაძარში მსახურება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ჩვენთან არის ღმერთი.